დილამ შვიდობის მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მიახლავ ვიმყოფები მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს თბილსერვის ჯგუფის დასუფთავების აქცია. Როგორც ხედავთ, თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები დილიდან აქტიურად წმენდნენ აქაურობას საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან და სწორედ იმ მიზნით, რომ მსგავსი რეკრეაციული სივრცეები ქალაქის შემოგარენში არ დაბინძურდეს, თბილსერვის ჯგუფმა დაამატა ახალი მომსახურება, რომლის შესახებაც ცხადია უფრო ცლად მოგვიყვება გიორგი პაპავა, რომელიც გახლავთ თბილსერვის ჯგუფის დირექტორი. ბატონო გიორგი, დილო მშვიდობის. მოდით უფრო კონკრეტულად ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, მაგალითად, ვისაც ახლა სჭირდება სამშენებლო თუ სარემონტო ნარჩენების გატანა, როგორ უნდა ვისარგებლოთ ამ მომსახურებით და რამდენ ხანში ხდება რეაგირება თბილსერვის ჯგუფის მხრიდან. მოგესალმებით, ჩვენ დავნერგეთ ახალი მომსახურება, რომელიც გულისხმობს როგორც ვებგვერდის საშუალებით, ეს არის TBSG.gi, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, გავაკეთოთ გამოძახება იმისაც, რომ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი არ მოხდეს რეკრეაციულ სივრცეებში და ასევე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, ტროტუარებზე და ფეხით-სავალი ნაწილებზე. გააკეთონ გამოძახება, ჩვენი თანამშრომლები 72 საათის განმავლობაში გამოცხადებიან და მათ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებენ შესაბამის ტერიტორიაზე. ღირებულება საკმაოდ მწირი არის, ეს არის 1 კუბამდე 9 ლარი, ხოლო 1-დან 3 კუბამდე 69 ლარი, 3-დან 5 კუბამდე 159 ლარი. ამ ღირებულების ფარგლებში შეუძლიათ საკუთარ ტერიტორიაზე წითელ ხაზებში განათავსონ, გააკეთონ გამოძახება და ჩვენი თანამშრომლები ისე რეაგირებას მიიღებენ და ქალაქი ასე უფრო სრულთა და მოდესრიგებული იქნება. გარდა ამისა, ეს არის სამართალდარღვევა, როდესაც ღამე მალულად გამოდიან და საყოფაცხოვრებო ნარჩენის ურნების გარშემო არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს ათავსებენ. კი ბატონო, ეს უნდა მეთქვა ზუსტად, რომ ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ხო ნაგვის ურნებთან დატოვებული ეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ამ კუთხით როგორ ხდება რეაგირება და არის თუ არა ჯარიმები? რა თქმა უნდა, ჩვენ მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მიმდინარეობს პერმანენტული კონტროლი როგორც ვიდეო კამერების საშუალებით, ასევე ფიზიკურად ცოცხალი ძალის საშუალებით. თბილისის სათივე რაიონში ხდება სამართალდარღვევების გამოვლენა და ძალიან ხშირია, რომ ესენი არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე ორგანიზაციები. შესაბამისად, მოვუწოდებთ, რომ ქალაქის სისუფთავის დაცვაში ყველა ჩაერთონ, ყველა მაიღოს პასუხისმგებლობა, რომ კონდეს მწვანე გალამაზებული ქალაქი, რომელშიც არ იქნება შუა ქუჩაში განთავსებული საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი. კი ბატონო, და აუცილებლად უნდა ვახსენოთ სპეციალური ვებგვერდი, რომელიც შეიქმნა ხომ, რომ უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს და მას შემდეგ, რაც რეგისტრაციით განსაზღვრულ ყველა საფეხურს გავივლით, ასე ვთქვათ, შემდეგ სად უნდა განათავსოს მოქალაქემ ეს ნარჩენი? ანუ აქ არის ორი საშუალება, ეს არის ერთი ვებგვერდი TBSG.gi, მეორე არის ჩვენი ცხელი ხაზი, ეს არის 270 90 50, ვისაც არ აქვს კომპიუტერთან ცნობა ან შესაბამისი უნარები შეუძლიათ ცხელი ხაზით გააკეთოს შეკვეთა და ჩვენი ოპერატორები თავად შეასრულებენ ვებგვერდზე შესასრულებელ ოპერაციას და ამის საფუძველზე, როდესაც თავის წითელ ხაზებში ან ეს შიდა ეზოს ტერიტორიაზე განათავსებენ, ჩვენები დაუკავშირდებიან აუცილებლად ჩვენი თანამშრომლები, ეთქვიან ჩვენი გამოცხადების თარიღს და როდესაც აღწერა ხდება იმისათვის, რომ რამდენი კუბია რა მასალა არის, ამის შესაბამისად მიდის შესაბამისი ტექნიკა და ხდება პერიმეტრის დასუფთავება და ნარჩენის გატანა. კი ბატონო, და მაქსიმუმ რა მოცულობის ნარჩენის გატანას უზრუნველყოფს თბილსერვის ჯგუფი ამ ხრივ თუ არის რაიმე შეზღუდვა? ეს ახალი პროექტი კონკრეტულად როგორც წეგან მოგახსენეთ, ეხება მხოლოდ 5 კუბამდე არსებულ ნარჩენს, ხოლო უფრო დიდი მასშტაბური და გაბარიტული ტვირთის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა მომსახურებებიც, თუმცა ეს პროექტი არ არის ამაზე გათვლილი, ეს არის ძირითადად მეორადი ავეჯის, ფურნიტურის და მცირე 5 კუბამდე არსებული არაგაბარიტული ტვირთის მომსახურების გასაწევად. კი ბატონო, სულ ცოტა ხნის წინ დაინერგა და ამოქმედ და ასე ვთქვათ ეს ახალი მომსახურება, საინტერესოა რამდენად არის უკვე დაინტერესება და თუ სარგებლობენ მოქალაქეები ამ სერვისით? პირველივე ტესტირების დასრულებისთანავე, პირველივე საათებში იყო ასეულობით მოთხოვნა, საკმაოდ პოპულარულია, ხალხი სარგებლობს და მოუწოდებთ ყველას, რომ ისარგებლონ ამ მომსახურებით, იმიტომ რომ ერთჯერადი მომსახურებები და მცირე ტიპის დაზიანებული სამეულების, ფურნიტურის და ხელსაბანების გატანა, როდესაც ხდება ჩვენ ფეხით-სავალ ნაწილებზე, ესეთი გატანა ხდება მხოლოდ 9 ლარი, რომელიც საკმაოდ დამეთანხმებით დაბალი ღირებულების არის და უმჯობესია, რომ ხალხმა კანონი დაიცვან, ქალაქით სულთად შევინახოთ და 9 ლარის გადახდა არ არის ისეთი მძიმე მოსახლეობისთვის, რომ ამის გამო ღირდეს მალულად გამოსვლა და ქალაქის ქუჩებში დავტოვოთ ხელსაბანები და გატეხილი მაგიდები და სკამები. კი ბატონო, რა თქმა უნდა და ალბათ ეს იყო პროექტის მიზანიც, ხომ? ამიტომ გახდა საჭირო, რომ დაემატებინათ თბილსერვის ჯგუფს ეს მომსახურება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველანაირი საშუალება მისცეთ მოსახლეობას იმისთვის, რომ
ითანამშრომლონ ჩვენთან და ქალაქის დასუფთავებში დაგვეხმარონ. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ჩვენს დავიწყეთ უფრო პერმანენტული და ხშირი აქციები რეკრეაციული სივრცეების და გამწვანებული ტერიტორიების, სადაც მიდივართ, თქვენს ხედავთ ახლა სადაც ვიმყოფებით, რამდენი სამშენებლო ნარჩენიანი გამოტანილი და პირდაპირ გამწვანებულ ტერიტორიებზე მოთავსებული. ასევე საყოფაცროვო ნარჩენი ძალიან ბევრია, ვინც ამოდის პიკნიკებს, ასე შემდეგ აწყობენ, შემდეგ ყველა ეს საყოფაცროვო ნარჩენი რასაც წარმოშობენ, იფანტება აქ, იშლება და უფრო რთული არის ხევებიდან ამოტანა, გასუფთავება, ხეებიდან ჩამოხსნა და უფრო მეტი შრომა ჭირდება ჩვენ თანამშრომლებს ამისთვის. შესაბამისად ეს რესურსია, როდესაც მობილიზებული უნდა იყოს აქ, აკლდება ქალაქს. აქედან გამომდინარე ყველა უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმაში, რომ ქალაქი იყოს სულთან დამოწესრიგებული, რომელიც ყველას ძალიან გვსიამოვნებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგის, ძალიან საჭირო და ამომწურავი ინფორმაციის გაზიარებისთვის. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის მიზნით თბილსერვის ჯგუფმა დაამატა ახალი მომსახურება, მოქალაქეებს კი ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ სპეციალური ვებგვერდის საშუალებით, არამედ ცხელი ხაზითაც. მე ამით დაგემშვიდობებით და ყველას გისურვებთ წარმატებულ დღეს.